თამარ მეფეს გამორჩეულად მოწყალე ხასიათი ჰქონდა. ამის დასტურად რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. 1191 წლის ახლო პერიოდში თამარს ტაოელი დიდებული გუზანი განუდგა, რის გამოც მასთან ბრძოლა გაიმართა და გუზანი მალევე დაატყვევეს. როცა საპატიო ტყვე თამარის მეუღლეს, დავით სოსლანს მიჰგვარეს, მან იცოდა რა დიდი მოწყალება თამარისი არ შეეკითხა მეფეს და ისე დასწვა თვალები გუზანს ჩადენილ დანაშაულთა გამო. თამარის კაცთმოყვარე ხასიათიდან გამომდინარე დავით სოსლანი კარგად ხვდებოდა, რომ მეფე გუზანს არ დასჯიდა სათანადო სიმკაცრე. მეფე ქალის კაცთმოყვარეობასთან დაკავშირებით თამარის ისტორიკოსი ბასილი ეზოსმოძღვარი წერს: დღეთა შინა თამარისათა არავინ გამოჩნდა მიმძლავრებული, არცა ვინ ძელსა ზედა ჩამოხრჩობი, არცა ვინ ღირსა სიკვდილისასა, არცა ვინ სხეულ მოკვეთილ იქნა და არცა სიბრმითა დაისაჯა. 1203 წელს რუმის სულთანმა რუქნადინმა საქართველოზე გამოლაშქრება გადაწყვიტა და ბრძოლის წინ თამარ მეფესთან ელჩი გამოგზავნა. დიდი პატივით მიიღეს სელჩუკიანთა დიპლომატი ქართველთა სასახლეში. თუმცა, როგორც თამარის თანამედროვე ისტორიკოსი წერს, დესპანმა მეფეს არასაკადრებელი სიტყვებით მიმართა. აი ეს ისტორიული ქრონიკა ზედმიწევნით გალექცა ლადო ასათიანმა პოემაში ბასიანის ბრძოლა. მიწყდა ხმა ნაკადულისა, მეფემ გადადო წერილი და ელჩისაკენ მიბრუნდა შველივით ყელმოღერილი. სხვას კიდევ რაღაც გვიბრძანებს სახელოვანი ნუქარდინ, ჯერ არც კი ამხედრებულა ქვეყანა შეძრა მუქარით. სხვა ესეც შემოგითვალათ, თუ რჯულს დასტოვებს თამარი, შევინდო, ცოლად შევირთო, ვუბოძო საქმრო ქამარი, მაგრამ თუ ასე არიზამს, მტერი ყოფილა თავისა, რჯულს ძალით შევაცვლევინებ და მერე ხასად დავისვა. მეფეთ მეფემან და დედოფალთა დედოფალმა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანშამ და შაჰანშამ და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობით ამ მპყრობელმა თამარმა მტრის დესპანს ღირსეული პასუხი გასცა და სამხედრო სამზადისი დაიწყო. ქუდზე კაცი გამოვიდა ჩვენი სამშობლოს საქართველოს დასაცავად. ბასიანის ბრძოლაში რუქნადინი სასტიკად დამარცხდა. ვითარ მგელნი ცხვართა ეგრე შეუცვივდნენ ქართველები სულთნის ურიცხ ლაშქარს. დაჭრილმა რუქნადინმა ძლივს მოასწრო არზრუმში გაქცევა. უამრავი ამირა კი ტყვედ ჩავარდა. ქართველთა მეფე ყველა წარჩინებულ ტყვეს არნახული ლმობიერებით მოექცა. ის პირადად შეხვდა, დააპურა, ანუგეშა და მხოლოდ ამის შემდეგ მიუსაჯა მათ საქართველოს სხვადასხვა ციხეში ტყვეობა. გამონაკლისი იყო ეზინკელი ამირა. იგი თამარმა ერთხანს თბილისში დატოვა პატიმრად, შემდეგ კი ცხენის ნალად გაყიდა. არადა მის სანაცვლოდ უამრავი ოქროვერცხლი შეეძლო აეღო. ეზინკელის სულთნისადმი ესოდენ დამამცირებელი სასჯელი ამ უკანასკნელის რუქნადინისადმი დიდი ერთგულებითა და სამსახურით იყო განპირობებული. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ქართველთა წინააღმდეგ ჯარი სწორედ ეზინკელის სამფლობელოში შეიყარა. ბასიანთან გამარჯვებამ საქართველოს სიძლიერე კიდევ უფრო განამტკიცა. ამ ბრძოლის შემდეგ თამარ მეფემ შეიერთა არანი და დვინი. ასევე დაიმორჩილა ყარსის საამირო, შაჰარმენიდები, ერზერუმისა და ერზიჯანის ემირე. თამარ მეფის მიერ მოჭრილ მონეტაზე ასეთი შინაარსის არაბული წარწერაა: დედოფალი დიდებული, მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, თამარ, ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი. გააორკეცებს ღმერთი მის დიდებას, განავრცობს მის ჩრდილს და განამტკიცებს მის წარმატებებს.